ხო დავიწყეს და რა ვიცი, ვნახოთ ახლა როგორ წავა სემესტრი. ხო. შენ დაგირეკავ, აი მოვიდნენ უკვე. შეიძლება? გიორგი. გამარჯობა. როგორ ძანდებით? კარგად, მადლობა. თავად როგორ ხარ? მეც არა მიშავს. აბარაკენი მოიტანე დღესთვის დავალება. დიახ, დღეს ვსად ვარ. და რა გქონდა დავალება? განათლების პრობლემები საქართველოში. ისე მე მეგონა რომ სკოლაში ბავშვებს საკანცელარიო ნივთებს უფასოდ ურიგებდნენ. უფასოდ არა, სამწუხაროდ უფასოდ მხოლოდ წიგნებს ურიგებენ და იმასაც საჯარო სკოლაში. და ეხლა წიგნების გარდა, რომელიც შეიძლება სადღაც 200-300 ლარი დაჯდეს, გაცილებით მეტი ხარჯი გაქვს, თქვა საკანცელარიო, ტანსაცმლის ყიდვა გინდა და ბევრი რამ გჭირდება. ეხლა აი ვარჩევ ხო რაღაცებს აქეთ. და დაახლოებით მაინც რა გიჯდება ახლა სასექტემბროდ ბავშვის სკოლაში გაშვება? საბოლოო ჯამში რო დავთვალე სკოლისთვის მომზადება სადღაც 400-დან 600 ლარამდე შეიძლება დაჯდეს და ესეც წიგნების გარეშე. ანუ იმაზეა დამოკიდებული სატყიდულობ, რა ხარისხისას ყიდულობ, ხო და ნუ მე რომელი კლასია, რაც უფრო მაღალი კლასია, წიგნების ფასი ამ შემთხვევაში იზრდება. აგერ ავარჩიე რაღაცები, ხო ვეულები ავიღე, ინგლისურის რაღაც წიგნიც ვნახე მე მგონი და ვათვალიერებ, ხა იქით კალმებზეც გადავალ. ახალი ტანსაცმელი და ფეხსაცმელიც ხო ყველა ბავშვს უნდა სასექტემბროთო პირველ დღეს რომ მივარო, ახლით და კარგი დასაწყისი კონდეს თავიდანვე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან დიდ ფულს ხარჯავთ მშობლები და ოჯახები ჩვენი შვილების განათლებაში. ხა წარმოიდგინე ერთჯერადი რამხელა ხარჯი გვაქვს და შედეგს რას ვიღებთ საბოლოო ჯამში, ეგ ცალკე ამბავია კიდევ. და იცი რა მოინტერესებს? ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არ აქვს საშუალება მაგალითად რომ ამდენი საკანცელარიო ნივთი უყიდოს შვილს და ამასაც რატო მაგალითად თუ ერაფინანსებს სახელმწიფო? ან არა? იცი რა არის ჩვენი განათლების ბიუჯეტი და მეცნიერების წესს არის 2,5 მილიარდი ლარი, რაც არის ჩვენი მთელი ეკონომიკის მხოლოდ სადღაც 4%-ამდე 3,7. ანუ საშუალო ევროპული არის 5-6%. ანუ ევროკავშირში მაგალითად უფრო მეტ ფულს ხარჯავენ იმაზე რომ ბავშვს განათლება მისცენ და ზოგადად მეცნიერებაში მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე საქართველოში თავისთავად. და მათი ეკონომიკისთვის პრიორიტეტია ეს აჩვენებს 2,5 მილიარდი არაფერს არ ნიშნავს, თუ არ დავთვლით ეკონომიკის რა ნაწილია ეს. 10,000 ბავშვი მაინც ტოვებს სკოლას ყოველწლიურად, რის მიზეზით სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ის საშუალოდ 40,000 ვინც ამთავრებს ის რამდენად კონკურენტუნარიანია შრომის ბაზარზე, ხო და რამდენად სათანადო განათლება აქვს მიღებული, ეგ კიდე ცალკე საკითხია. ჩვენ მაგალითად გვყავს 175,000 15-დან 29 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც არც სწავლობს, არც მუშაობს და არანაირ პროცესში არ არის ჩართული. ანუ NEET ახალგაზრდებს უძახიან, ეს არის აბრევიატურა რა, not in education or employment or training. NEET ახალგაზრდები ყავს 175,000, ესეც 2023 წლის მონაცემებით, ესეც გამიტარეთ თუ შეიძლება. რა საკითხს ვაერთო? ისე ამდენი ხანია დავდივართ და ძალიან მომშვიდე და წარმოიდგინე ბავშვებს როგორ შვიდებათ სკოლაში მთელი დღის განმავლობაში. თან ეგ დამატებითი ხარჯია კიდე წარმოიდგინე ჩვენთან ბუფეტები უფასო არ არსებობს, უფასო კვება არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ 2021 წლიდან პოლიტიკური თემა გახდა უფასო კვება სკოლებში, მაგრამ ვერ გამოიძებნა შესაბამისი თანხა ბიუჯეტში, რომ რაღაცა მოდელი შევიმუშაოთ სკოლაში კვების. ისე მე მახსოვს, რომ ადრე იყო ლაპარაკი უფასო კვებაზე სკოლებში. დათვლილიც არის 200 მილიონი ჯდება, რომ ყველა მოსწავლე საჯარო სკოლაში ასწავლო და 100 მილიონი ჯდება, რომ პირველიდან მე-6 კლასელებს აჭამო. თან ძალიან მნიშვნელოვანია კვება სკოლაში, იმიტომ რომ თუ მოზარდი სათანადო და ჯანსაღად არ იკვებება, ძალიან შეუშლის ეს ხელს მას როგორც გონებრივ განვითარებაში, სწავლაში და შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას და ძალიან ბევრ ოჯახს საქართველოს სამწუხაროდ არ აქვს ეს 100 და 200 ლარი თვეში, რომ შვილებს სკოლის განმავლობაში რაღაცა ჭამის ფული გაატანონ. არ არის უფასო ბუფეტები ჩვენთან მოგხსენება და სამწუხაროდ ვერ გამოიძებნა ეს თანხა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ რამეზე მთავრობამ 200 კი არა, გაცილებით მეტი მილიონი დახარჯა სხვა პროექტებში, ოღონდ არა სკოლებში უფასო კვებაზე.
ისე მართლა რა გახდა ამ ბიუჯეტის გამოძებნა, რომ ბავშვებმა სკოლაში ნორმალურად იყვებონ. ხო, ბევრ ოჯახს წარმოგიდგენთ, სახშიც არა აქვს რაღაც ჯანსაღი და სრულფასოვანი კვება, იმიტომ რომ გაჭირებული ქვეყანა ვარ. შესაბამისად, ეს 200 მილიონი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, შეიძლება არ არის ძალიან დიდი ფული, მაგრამ პოლიტიკური ნება ჭირდება ამას და გადაწყვეტილება, რომ მთავრობამ უზრუნველყოს ყველა საჯარო სკოლის მოსწავლის სრულფასოვანი კვება და ნუ საუბარია დაახლოებით 500-600,000 ბავშვზე დღიურად არ არის აქ საუბარი კერძო სკოლებზე, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებმა სხვადასხვა მოდელი შეიმუშავეს სკოლაში უფასო კვების, შეიძლება ეს იყოს ვაუჩერული ან სხვა, მაგალითად ჩვენ მეზობელ სომხეთში მუშაობს ეს სქემა, მაგრამ საქართველოში ყველა სკოლაში კვება სამწუხაროდ არის ბავშვებს სჭირდებათ ფულის გადახდა, იმიტომ რომ რაღაცა ჭამონდა. ზოგი ვერც ჭამს მთელი დღის განმავლობაში, სანამ სახლში არ მივა. მას მე მგონია რომ თქვენ ხართ განათლების პრობლემა. მოკაცრავად? დიახ. როგორ ფიქრობ, მე რომ არ ვიყო, შენ შეძლებდი სკოლის პროგრამით უმაღლესში ჩაბარებას? ზუსტად ეს არის პრობლემა. რატომ მიხავთ მშობლებს ბავშვები რეპეტიტორებთან? იმიტომ რომ სკოლა მათ ვერ აძლევს სათანადო განათლებას იმისთვის, რომ ჩააბარონ თუნდაც უმაღლეს სასწავლებლებში, ხო? ანუ სკოლაში ჩვენ ვიხდით ფულს, სწავლობთ, კერძო იქნება თუ საჯარო, გარკვეულ ხარჯს ვწევთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც გვჭირდება უნივერსიტეტში ჩაბარება ან საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა, ამისთვის ჩვენ უნდა მოვემზადოთ. რაც წლიურად ჩვენ მშობლებს შეიძლება 5-დან 10,000 ლარამდე დავუჯდეთ. გააჩნია რამდენ საგანში მოგვამზადებენ, რა ტიპის რეპეტიტორებთან მიგვიყვანენ. არ უნდა იყოს ქვეყანაში ამის საჭიროება, თუ არსებობს საჯარო სკოლა, ის უნდა აძლევდეს სათანადო განათლებას ახალგაზრდებს და მოზარდებს იმისთვის, რომ მათ ამ განათლებით ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებელში. მით უმეტეს ხშირია შემთხვევები, როდესაც დაწყებით კლასებშიც კი დამხმარე მასწავლებელივით ახავთ რეპეტიტორი, რომელიც პირველ, მეორე, მესამე კლასელ ბავშვებს ამიცადნებს და ამაში იღებს ანაზღაურებას. რა თქმა უნდა, ეს რეპეტიტორების პრობლემა კი არ არის საბოლოო ჯამში და ანამასწავლებლების პრობლემა კი არ არის. ეს არის სკოლის პრობლემა, ეს არის სისტემური მიდგომის პრობლემა. ჩვენ ყავს 65,000 მასწავლებელი, რომელთა უმრავლესობა სამწუხაროდ საკუთარ საგანში სასერტიფიკატო გამოცდას ვერ აბარებდა და 2022 წლიდან მთავრობამ საერთოდ გააუქმა ეს გამოცდა და მიზეზი იყო, რომ თითქოს რაღაცა გამოცდა ტარდებოდა არასწორად. არამედ მიზეზი იყო ის, რომ სპეციალისტების უმრავლესობა, ანუ მასწავლებლების უმრავლესობა საკუთარ საგანშიც ვერ აბარებდა ამ გამოცდას და ასეთი პედაგოგები ასწავლიან სამწუხაროდ, ყველას არ გულისხმობთ, არიან რა თქმა უნდა გამორჩეული კარგი პედაგოგები, მაგრამ სამწუხაროდ დიდი ნაწილი არ არის იმისთვის მზად, რომ გაზარდოს ისეთი თაობა, რომელიც შემდეგ უკვე შექმნის სამუშაო ადგილებს ან თვითონ დასაქმება ძვირადღირებულ სამსახურებში. ამიტომ საჭიროა სისტემური მიდგომა და ეს არ არის მხოლოდ ერთი მთავრობის პრობლემა. ყველა მთავრობის პირობებში პედაგოგები განსაკუთრებით რეგიონებში დამატებით შემოსავალს ნახულობდნენ მართველი პარტიის კოორდინატორობით და ეს სისტემა არც ერთმა მთავრობამ არ აღმოფხვრა, იმიტომ რომ განათლების რეფორმას აქვს გრძელვადიანი შედეგი, ხოლო მთავრობების მოქმედებები ძირითადად მოკლე საარჩევნო ციკლში მიღწეულ წარმატებებზეა გათვლილი. სწორედ ეს არის დღეს საქართველოში პრობლემა. კეპულაძე. დიახ. ისე გუზებს ითვლი? არა, მას მე მგონია, რომ პრობლემა მართლაც სისტემურია, რომ ქვეყანას სჭირდება განათლებული საზოგადოება იმისთვის, რომ გავიზარდოთ ჩვენ ეკონომიკურად, რადგან განათლებული საზოგადოება საქმდება უფრო მაღალ ანაზღაურებად ადგილებზე და სამსახურებში, თვითონვე ქმნიან სამუშაო ადგილებს, უფრო კონკურენტუნარიანია საერთაშორისო ვაჭრობაშიც და საერთაშორისო ბაზარზეც და დღეს სკოლას, როდესაც ბავშვი ამთავრებს 40,000 ბავშვი, როცა ამთავრებს სკოლას, ხო, მათი უმრავლესობა არ არის კონკურენტუნარიანი, მათი თანატოლების საზღვარგარეთ რო ავიღოთ. ამიტომ გვჭირდება ჩვენ სწორედ თუნდაც რაღაცა წარმატებული მოდელების გადმოღება საქართველოში იმისთვის, რომ აქ დავნერგოთ ისეთი სისტემა, სადაც მასწავლებლისა და მინისტრის ხელფასს შორის 1:7-თან კი არ იქნება სხვაობა, არამედ იქნება როგორც მაგალითად ირლანდიაშია 1:2-თან. მასწავლებლებს რო $400 აქვს პირობითად ხელფასი და მინისტრს 4,000, ეს არის უთანასწორობა, რაც თავისთავად საბოლოო ჯამში გვაძლევს იმას, რომ ჩვენ განათლების სისტემა ვერ მოვაწესრიგეთ და ის პრობლემა რაც არსებობს მით უმეტეს საჯარო სკოლებში ჯერჯერობით არ აღმოიფხვრა. დაფრინავ კეპულაძე რა, დაფრინავ რა, ვნახოთ ერთი რა გააკეთე. მოკლედ ასე დავიწყეთ რიცხვების გარეშე მეორე სეზონი.
პოდკასტი ეკონომიკური და ფინანსური განათლების შესახებ, რომელსაც უკვე ყავს მხარდამჭერი, ეს არის TBC ბანკი, დიდი მადლობა მას. ჩვენ ორ კვირაში ერთხელ შემოგთავაზებთ მსგავს ეპიზოდებს YouTube-ზე, თუ მოგეწონათ ეს თემა, ან გაქვთ დამატებითი კითხვები ან კომენტარები, აუცილებლად მოგწერეთ და აუცილებლად გამოყვებით სხვა პლატფორმებზე პროექტ 64-ს, რათა უყუროთ მსგავს და უფრო საინტერესო ვიდეოებს. მომავალ შეხვედრამდე.